ეთერშია კურიერი 3 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. უცხოური ჩარავების წინააღმდეგ ევროპის საბჭო ახალ კანონმდებლობაზე მუშაობს. გენერალური მდივნის ინიციატივით მინისტრთა საბჭომ ანგარიში შეიმუშავა. კანონმდებლობამ უცხოური გავლენები უნდა შეამციროს. ევროპის საბჭომ წევრ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს საკუთარი გამოცდილების გაზიარება სთხოვა. ქართულმა მხარემ ორგანიზაციას მოსაზრებები უკვე გაუგზავნა. მმართველ-გუნდში აცხადებენ, რომ ევროსაბჭო ახლა ზუსტად იგივე ნაბიჯებს გამს, რის გამოც ბრიუსელი საქართველოს ამ დრომდე აკრიტიკებს და უკვე ევროპის საბჭოც აღიარებს, რომ პრობლემა რეალურად არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის ქვეყნებშიც არსებობს. ლეო ჯავახიშვილი მუშაობს ამ თემაზე, ის კურიერს უერთდება, გისმენთ ლეო. საქართველოს ევროპის საბჭოს უზიარებს საკუთარ გამოცდილებას როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკულ დონეზე. აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე, განმარტავს, რომ ქვეყანამ სწორედ უცხოური ჩარევის გამო მიიღო კანონები, რაც იგივე ევროპის საბჭოდან არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების მწვავე კრიტიკის მიზეზი. სპიკერი ამბობს, რომ გენერალური მდივნის ინიციატივა ადასტურებს, რამდენად სისტემურია დღეს თანამედროვე სამყაროში გარეჩ ჩარევის პრობლემა და რამდენად აქტუალურია უცხოური მანიპულაციების წინააღმდეგ ბრძოლა. ევროპის საბჭოს ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებისთვის მოსაზრებები გაიგზავნა როგორც საქართველოს მთავრობიდან, ისე პარლამენტიდან. ჩვენ ისევე როგორც სხვა უწყებები ჩართული ვართ იმაში, რომ ჩვენი რეკომენდაციები და გამოცდილება გაუგზავნოთ ევროსაბჭოს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე საინფორმაციო ეპოქაში უცხოურ ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ მხრივ ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს ორივენაირი გამოცდილება, ერთის მხრივ როგორც სამიზნე უცხოური საინფორმაციო ჩარევისა და ზოგადად ჩარევისა და მეორე როგორც ქვეყანა, რომელსაც აქვს ყველაზე კარგი გამოცდილება იმასთან დაკავშირებით, როგორ ვებრძოლოთ ამგვარ ჩარევას. ჩვენ ხედავთ, რომ ბოლო რამდენიმე წელია ეს ჩარევა ხდება ჩვენს შიდა პოლიტიკაში სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, დეზინფორმაცია, სიძულვილის ენის დათესვა, რომელიც სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ბრიუსელის დაფინანსებით ხდება უმეტეს შემთხვევაში. ამ სიძულვილის წაქეზებით, დეზინფორმაციით როგორ მიყავთ გარკვეული ჯგუფი ადამიანებისა შემდეგ ძალადობამდე და ქვეყნის სახელმწიფოს დემოკრატიის ძირის გამოთხრამდე და ეს გამოცდილებას ვნახეთ, როგორ ხდება ამგვარი მავნე ოპერაციების დაგეგმვა და განხორციელება და ამავე დროს ვაჩვენეთ, თუ როგორ შეიძლება ქვეყანა იყოს მედეგი ამგვარი ჩარევების წინააღმდეგ, როგორც პრაქტიკული თვალსაზრისით, როცა ვებრძვით ამ დეზინფორმაციას და ჩარევებს, ისე საკანონმდებლო რეგულაციებით. ხელისუფლების ოპონენტებს უჭირთ იმის აღიარება, რაც ფაქტობრივად თავად ევროპის საბჭომაც დაადასტურა, რომ უცხოური ჩარევის წინააღმდეგ რეგულაციების მიღებას თავის დროზეც ლეგიტიმური საფუძველი ჰქონდა. ისევ იმეორებენ, რომ ქართული კანონმდებლობის მიზანი განსხვავდება მისი საერთაშორისო ანალოგიებისგან. მაშინ რატომ მიმართა ევროპის საბჭომ საქართველოს რეკომენდაციების გაზიარებისთვის? ხელისუფლების ოპონენტები ამას ინსტიტუციურ ვალდებულებას უწოდებენ. შეიძლება ეს ევროპული პრაქტიკა იყოს. ევროპაში შეიძლება კონკრეტული რაღაც ანგარიშვალდებულების მექანიზმზე მუშაობენ. ევროკომისიასა და ევროკავშირს აქვს ამ კაფე პოზიცია ქართულ გამოცდილებასთან დაკავშირებით, არანაირ პოზიტიურ ჭრილში ისინი ამას არ უყურებენ. რაც შეეხება ევროკავშირში თუ არ სხვა ნებისმიერ ქვეყანაში თუ ინსტიტუციაში მიმდინარე პროცესს, ეს არის კონკრეტული მექანიზმების ამოქმედება იმისთვის, რომ იქ უფრო ანგარიშვალდებული იყოს ხოლმე კონკრეტული ინსტიტუციები და კონკრეტული ქვეყნები შეიძლება. არ არის ეს იგივე კანონი. თავარი არის კანონის მიზანი. ჩვენს მიმართ თუ იყო კრიტიკა იყო იმიტომ, რომ ოცნებას სხვა მიზნები აქვს. თუ რომელიმე სხვა სახელმწიფო, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები, დაახლოებით ანალოგიური ტიპის კანონებზე მსჯელობენ, შეცვლილ და ძალიან ასე ვთქვათ, არაპროგნოზირებად გეოპოლიტიკურ ვითარებაში თუ ქვეყნები ფიქრობენ უფრო აქტიურად, როგორ დაიცვან უცხო ძალისგან საკუთარი სახელმწიფოები, ამაში გასაკვირი კიდევ არაფერია. რაც შეეხება გამოცდილების გაზიარებას, ეს მოთხოვნა არის გაგზავნილი სავარაუდოდ ევროსაბჭოს ყველა წევრი სახელმწიფოსთვის. მმართველი პარტიისთვის კი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ინიციატივა დაგვიანებული აღიარება. უმრავლესობაში იხსენებენ წლების წინ განვითარებულ მოვლენებს იმ საინფორმაციო შეტევას, რაც თავის დროზე გამჭვირვალობის კანონის ინიცირებას მოჰყვა და ამბობენ, რომ ორმაგი სტანდარტის ფონზე დღეს უკვე ყველა კარგად ხვდება, რომ ამ სისტემური პრობლემისგან თავდაცვა თავადაც სჭირდებათ.
ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი არის თუნდაც აი პირდაპირ კანონზე ვისაუბროთ, ხო, გამჭვირვალობის კანონი. რატომ მივიღეთ ჩვენ აღნიშნული გადაწყვეტილება, რომ შემოგვეტანა აღნიშნული კანონი? ბოლო წლების განმავლობაში ხედავდით უცხოეთიდან შემოსულ თანხებს გაუმჭვირვალეთ ყოველგვარი ახსნა განმარტოების და დასაბუთების გარეშე, რომელიც ხმარდებოდა ქვეყნის შიდა პოლიტიკას. ეს ძალიან მძიმეა და ყველა თავმოყარე განვითარებული ქვეყანა ამ ყველაფერზე გააკეთებს რეაგირებას და იგივე ვიმოქმედოთ ჩვენ, გადავდგით შესაბამისი ნაბიჯი, გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ და ფაქტურად ყველამ უნდა იცოდეს თანხები საიდან შემოდის და რა კონკრეტულ პროექტებს ხმარდება. ეს უნდა იყოს ყველაფერი განმარტო. ერთის მხრივ პარადოქსულია, როდესაც თან გვაკრიტიკებენ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით და მეორეს მხრივ თან რჩევას ითხოვენ, რომ გავუზიაროთ, იქიდან გამომდინარე, რომ, რა თქმა უნდა, მათ იციან თუ როგორი ნამუშევარი არის ეს საკითხი, როგორი მომზადებულია ეს თემა. რა თქმა უნდა, ევროსაბჭოც ათვისნობიერებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გააკონტროლონ უცხოური ჩარევა და შესაბამისად ჩვენ ძალიან დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, კანონმდებლობაც რა თქმა უნდა ისე გვაქვს მორგებული, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი უცხოური ჩარევა ქართულ პოლიტიკაში და შესაბამისად რა თქმა უნდა მზად ვართ, რომ ჩვენი გამოცდილება გაუზიაროთ ევროპელებს. ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტს წინასწარი ანგარიში უკვე მზად აქვს და მათ ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებისთვის უკვე საბოლოო დასკვნა უნდა მოამზადონ. სწორედ ამის შემდეგ განიხილავს ევროპის მინისტრთა საბჭო უკვე მაისის თვეში ახალ საკანონმდებლო რეგულაციებს. მადლობა ლელა ჯავახიშვილი საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. გენერალური მდივნის ინიციატივით ევროპის საბჭოს ფარგლებში შეიქმნა ექსპერტთა კომიტეტი, რომელმაც წინასწარი ანგარიში შეიმუშავა. 22 გვერდიანი დოკუმენტი ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას ეხება. მასში საუბარია უცხოური გავლენებისა და საინფორმაციო მანიპულაციის საფრთხეებზე, ასევე რა გავლენას ახდენენ უცხო სახელმწიფოების საკუთარი ჩარევებით სხვა ქვეყნების დემოკრატიებზე. უცხოური საინფორმაციო მანიპულაცია და ჩარევა მოიცავს ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ სახელმწიფოს ინტერესებში ან მისი სახელით განხორციელებულ განზრახ ქმედებას, რომელიც სხვა სახელმწიფოში მიზნად ისახავს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესებისადმი საზოგადოებრივი ნდობის შელახვას, პოლიტიკის შემუშავებას ან საკანონმდებლო პროცესებში ჩარევას, საზოგადოების პოლარიზაციას. უცხოური ჩარევა გულისხმობს ქმედებებს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად მიეწერება უცხოურ სახელმწიფო აქტორებს. ეს კავშირები შეიძლება იყოს დამალული, შუამავლების მეშვეობით განხორციელებული ან სხვაგვარად განზრახ შენიღბული. ასეთი ქმედებები მიმართულია შიდა პოლიტიკურ, დემოკრატიულ ან სოციალურ პროცესებზე გავლენის მოხდენისკენ, შეფერხებისკენ ან მანიპულირებისკენ. მიზანი არა მხოლოდ შეხედულებების ჩამოყალიბება, არამედ დემოკრატიული სისტემების ფუნქციონირებაზე, ლეგიტიმურობასა და სტაბილურობაზე ზემოქმედებაა. ჩარევის ზღვარი იკვეთება მაშინ, როდესაც მოქმედება ხდება მანიპულაციით, ტყუილით, იძულებით და ფარულად. სისხლის სამართალი განსაკუთრებულ როლს ასრულებს უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციაზე და ჩარევაზე რეაგირებისას და იგი განხილულ უნდა იქნას როგორც უკიდურესი ზომა, რომელიც გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც პრევენციული, მარეგულირებელი ან სხვა ნაკლებად შემზღუდველი ზომები აშკარად არასაკმარისია. საქართველოს პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი მილანში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის სახელით გამართულ მიღებას დაესწრნენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში მიხეილ ყავალაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, მათ შორის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს ჯეი-დი ვენსს და შტატების სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდნენ. საუბრისას აქცენტი გაკეთდა ორი ქვეყნის საერთო ღირებულებებზე. მიხეილ ყავალაშვილი ასევე დაესწრება იტალიის პრეზიდენტის სერჯო მატარელას სახელით გამართულ ვახშამს, რომელზეც სახელმწიფო მეთაურებს უმასპინძლებენ. მილანში იხსნება ზამთრის ოლიმპიური თამაშები. გახსნის ცერემონიის ფარგლებში იმართება არაერთი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნების მაღალი დონის დელეგაციები. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტი. ჩვენ გახსნის ცერემონიის ფარგლებში გამართული ღონისძიებისას შესაძლებლობა გქონდა შევხვედროდით სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს და გქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით მათ ისევე როგორც სხვა ლიდერებს.
საქართველოს პრეზიდენტი მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურული ციგურაობის გუნდური ასპარეზობის პირველ საშეჯიბრო დღეს დაესწრო და საქართველოს სახელით მოასპარეზეს სპორტსმენებს უქომაგა. დიანა დევისისა და გლებ სმოლენსკის წყვილმა მოკლე პროგრამა 78 ქულით დაასრულა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მე-6 ადგილზე გავიდა. დიანას ასპარეზობაში მონაწილეობას ღებულობს 10 ქვეყნის გუნდი. კიდევ ერთხელ შეგახსენე თქვენ პრემიერის ინიციატივით კერძო სექტორთან გამართული კონსულტაციების შედეგად ორშაბათიდან კვერცხის ფასი შემცირდება. მწარმოებელთა განცხადებით, პროდუქტზე ღირებულება 5%-ით შემცირდება. გავრცელდა მწარმოებლების ერთობლივი განცხადება, რომელშიც წერია, რომ ისინი ითვალისწინებენ პრემიერის ინიციატივას და ფასს ამცირებენ. მირიან გორგოძე უერთდება ამ თემით კურიერს, ის დეტალებს გვეტყვის. გისმენთ, მირიან. დიახ, მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ასოციაციის წევრი კომპანიები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ სახელმწიფო პოლიტიკას, რომელიც თავის მხრივ ფასების კლებასა და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას ისახავს. მიზნად და ამავე დროს აღნიშნული არის, რომ კონკრეტულად ეს გადაწყვეტილებაც გარკვეულ რისკებს შეიცავს, რადგან საუბარი არის მარჟებთან დაკავშირებით, შესაძლებელია პროდუქციის ფასების მცირედი მერყეობა, რადგან როდესაც ფასების რეგულირებაზე და ფას წარმოქმნაზე ვსაუბრობთ, ზოგადად აუცილებელი არის გავითვალისწინოთ, რომ ზოგადად ფასების წარმოქმნაზე ზეგავლენას ახდენს მსოფლიოში ნედლეულის ფასი. თუმცა ამ გამოწვევების მიუხედავად კომპანიების წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება აღნიშნული რისკების მართვა და დაბალანსება და ამ განცხადების გაკეთების შესაძლებლობას მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტებით მათ აძლევთ საქართველოში ეკონომიკურად სტაბილური ვითარება. თავის მხრივ ეს გადაწყვეტილება მისასალმებელი არის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისთვის, რომელმაც ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ნამდვილად მისასალმებელია, თუმცა ის იმას არ ნიშნავს, რომ კონკრეტულ პროდუქტთან ან სხვა პროდუქციასთან მიმართებაში დამატებითი კითხვები აღარ იარსებებს და შესაბამისად, როგორც ლევან ჟორჟოლიანმა დაანონსა, ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა კვლავ გაგრძელდება. გადაიდგა შემოქმედრი ნაბიჯი და ყველაფერი ამ სიტუაციის გარკვევის გამო მოკლედ შესაძლებლობის და მიხედვით დავწიეთ მარჟა თითქმის მინიმალურამდე და სადღაც 5%-ით შევძლებთ ორშაბათიდან გავაიაფოთ ფასი. ბევრი კომპონენტით რაც გამოიყენება ჩვენთან მეფრინველეობაში და განსაზღვრავს საბოლოო ჯამში თვითღირებულებას კვერცხისას და ქათმისაც შეიძლება ისეთნაირად შეიცვალოს, ან გადასახადი დააწესონ, ან რაღაც კოდები დააწესონ, რომ ფასი ასე ვთქვათ ამოძრავდეს ზევით. ამ ეტაპზე ჯერჯერობით ლარის კურსიც მხარეა და იმედი გვაქვს, რომ ესე იქნება. ამ ეტაპზე რაღაც ისეთი განსაკუთრებული ხევების და ცვლილებების მოლოდინი არ გვაქვს და ამიტომ რა ვიცი, განუსაზღვრელად არა, მაგრამ გაიხას შენარჩუნება. დღევანდელი განცხადება, რომელიც გავრცელდა კვერცხის ფასების კლებასთან დაკავშირებით, შეიძლება შეფასდეს როგორც დადებითი მოვლენა, კარგია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ან ამ კონკრეტული პროდუქციის მიმართ, ან სხვა პროდუქციის მიმართ ამოიწურა შეკითხვები, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. ეს ყველაფერი აჩვენებს დადებით დინამიკას და ასევე გვააჩვენებს, რომ ის პროცესი, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაიწყო სურსათის პროდუქციაზე ფასების კლებასთან დაკავშირებით, არა მხოლოდ სწორია, არამედ სამართლიანიც არის და ვფიქრობთ, რომ უნდა გაგრძელდეს აქტიური მუშაობა. მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრი კომპანიების გადაწყვეტილება ფასების შემცირების მიმართულებით კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარისთვის შალვა პაპუაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა ამ საკითხთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ კომენტარი და ის დარწმუნებულია, რომ საქართველოში ბიზნესი მხოლოდ მოგებაზე არ იქნება ორიენტირებული და ასევე როგორც საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი აცხადებს, ქართული ბიზნესი მისი გაითვალისწინებს და გაითავისებს სოციალურ პასუხისმგებლობასაც. გარდა ამისა, სამთავრობო კომისიასთან ერთად კოორდინირებულ რეჟიმში ასევე უკვე მუშაობა აქტიურად იწყება საკანონმდებლო ორგანოში. სპეციალური კომისია დაიწყებს მუშაობას და ამ კომისიის მიმდინარეობისას, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, დაისვება ყველა ის შეკითხვა, რომელიც სამომხმარებლო ფასებთან მიმართებაში ახლა მოსახლეობისთვის აქტუალურია. დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ბიზნესი სოციალურ პასუხისმგებლობით იმოქმედებს და ამ ხრივ იქ სადაც შეიძლება იყოს რაღაც ჭარბი მოგების
ცდუნება, ამ ცდუნებას არ აყვებიან და ის მოგება რაც ბიზნეს ზოგადად უნდა კონდეს და რაც არის ზოგადი სტანდარტი, რა თქმა უნდა, ეს მათი მოგება არის, თუმცა ჭარბი მოგების კენ სწრაფვა ეს არის სოციალური პასუხისმგებლობის არ გამოჩენა. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში ესეც იქნება. ამ მხრივ რა თქმა უნდა პარლამენტში კომისია იცით უკვე შეიქმნა, მომავალი კვირიდან უკვე ეს აქტიური იქნება მათ შორის სხდომების თვალსაზრისით, საზოგადოების ჩვენ გვინდა რომ საზოგადოება იყოს ამ ყველაფრის მონაწილე. პარლამენტში სპეციალური კომისია უკვე დაკომპლექტებულია და სავარაუდოდ უკვე მომდევნო კვირაში აქტიურად დაიწყება კომისიის ფორმატში შეხვედრები სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან. მადლობა მირიან გორგოძე საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. ფსიქოტროპული წამლების არამიზნობრივი გაცემა, დარღვევების გამო ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ 10 მედიკოს პროფესიული პასუხისმგებლობა დააკისრა, ერთ სერტიფიკატი გაუქმდა, 8 საქმიანობის უფლება 6 თვით შეეზღუდა. ერთმა გაფრთხილება მიიღო. ცალკეული შემთხვევების სამართლებრივი შეფასებისთვის საგამოძიებო უწყებებს გადაეცა. რა ტიპის დარღვევები გამოვლინდა შემოწმების შედეგად, ამას უკვე ლევან ფანცხავა დეტალურად მოგვიყვება, ის პირდაპირ ეთერშია, გისმენთ ლევან. დიახ, მოკვლევის შედეგად დადგენილია, რომ ექიმები პაციენტებთან კონსულტაციების, ასევე დიაგნოსტირებისა და დასაბუთების გარეშე უწევდნენ ამ პაციენტებს ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, ხშირ შემთხვევაში კი როგორც დგინდება, ორჯერ და სამჯერ გაზრდილი დოზებითაც კი, ასევე დადგენილია ის ფაქტიც, რომ ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან ერთად ამ პაციენტებს გამოწერილი ჰქონდათ სხვა სამკურნალო პრეპარატებიც, რაც ბუნებრივია მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითად დაისახებოდა. აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 10 ექიმს დაეკისროს პასუხისმგებლობა პროფესიული, მათგან 8-ს 6 თვით უჩერდება საქმიანობა, ერთს სამუდამოდ, ერთ ექიმს კი გაფრთხილება მიეცა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, უწყება ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას განაგრძობს და იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი ფაქტები გამოვლინდება, სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვის მკაცრი რეაგირება მოჰყვება. მიუხედავად ჩვენი გაფრთხილებისა, სამწუხაროდ არაერთი ექიმის მხრიდან გამოვლინდა არასწორი პრაქტიკა, ერთმნიშვნელოვნად რაც ყურადღებას იმსახურებს და მეორეს მხრივ ვფიქრობთ, რომ არსებობს საფუძველი სათანადო პასუხისმგებლობის ზომების გატარებისთვის, ვინაიდან ფაქტია, რომ ადგილი აქვს ძალიან სერიოზულ გადაცდომებს. ამ მიზნით ჩვენს მიერ ერთ-ერთი მიმართულება, რასაც განვიხილავთ, ეს იყო პროფესიული პასუხისმგებლობის განსაზღვრა და ამ მიზნით საკითხი განხილული იქნა პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე, სადაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება კონკრეტული ზომების გატარებასთან დაკავშირებით. ეს გულისხმობს რიგი ექიმებისთვის სამედიცინო საქმიანობის შეჩერებას გარკვეული პერიოდით, ერთ შემთხვევაში ვფიქრობთ საერთოდ გაუქმებას ასეთი უფლებამოსილებისა და იმავდროულად გვაქვს ასევე გაფრთხილებაც გათვალისწინებული. ნამდვილად საფიქრებელია ისიც, რომ არის რიგი გადაცნობებისა, რომელსაც შეიძლება უკავშირდებოდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც კი და ამ თვალსაზრისით ვფიქრობთ, რომ შესაბამისი მასალები გაეგზავნოს საგამოძიებო სტრუქტურებს იმისთვის, რომ მიეცეს ამას ყველაფერი სათანადო კვალიფიკაცია და დადგინდეს თუ ადგილი ჰქონდა ამ შემთხვევაში დანაშაულს, ბუნებრივია, რომ ამას სჭირდება სათანადო რეაგირება. გამოვლინდა დარღვევა რამოდენიმე ექიმის მიმართ, რომელთაც შეუჩერდათ თავიანთი საქმიანობა, ანუ ის სერტიფიკატი, რომელიც მას უფლებას ანიჭებდა, რომ საექიმო საქმიანობა განეხორციელებია. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი, როდესაც ექიმი აკეთებს იმ ქმედებას, რომელიც პაციენტის საზიანოდ არის მიმართული. ფსიქოტროპული პრეპარატები ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ კონტროლის პრეპარატებია, აქედან გამომდინარე, აქაც შესაბამისი გადახრის პირობებში მოხდა იმ ექიმების იდენტიფიკაცია და ჩატარდა პროფილაქტიკური ღონისძიებები, რაც იმით ვიტოვებთ, რომ შემდგომისთვის მსგავსი ფაქტები არ გამოვლინდეს. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ცალკეული შემთხვევები გამოვლენილი დარღვევების უკვე გადაეცათ საგამოძიებო უწყებებს სამართლებრივი შეფასებისთვის. მადლობა, ეს იყო ლევან ფანცხავა.
ხალხის ალა იზიარებს ერთიან ნეიტრალური საქართველოს ინიციატივას საგარეო კურსზე დებატების დაწყების შესახებ. პოლიტიკური გაერთიანება მიიჩნევს, რომ ახალ მსოფლიო რეალობაში ევროინტეგრაცია საქართველოს სუვერენულ ინტერესებს აღარ პასუხობს. მათი თქმით, ევროპული ბიუროკრატიის მიდგომებმა განსაკუთრებით უკრაინის ომის ფონზე ეჭქვეშ დააყენა, რამდენად სწორია ეს გზა, რაც მათი შეფასებით კონსტიტუციური ჩანაწერის გადახედვის საფუძველი უნდა გახდეს. მართულ გუნდში ინიციატივას უკვე გამოეხმაურნენ, უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება კონსტიტუციური ამოცანაა, თუმცა ნებისმიერ მხარესთან არგუმენტირებული დებატებისთვის მზად არიან. მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირთან დაკავშირებით დებატები კი არა, ჩვენ გქონდა პირდაპირ გამოსვლები, განცხადებები და მოწოდებები, რომ კრიზისი იყო და შექმნილი იყო არასწორი მიმართულება ევრობიუროკრატიაში, ევროკავშირის სტრუქტურებში, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირ გალაშქრა ხდებოდა ხოლმე და დღესაც არ არის შენელებული ეს გალაშქრა. ეს ჩვენ ხალხის ძალას არაერთხელ გვითქვამს. 2022 წლიდან დაწყებული არც ერთ გაერთიანებაში თვითმიზანი არ ყოფილა საქართველოს გაერთიანება თუ ის არ ესადაგება საქართველოს ინტერესებს. დღესაც ზუსტად ამ პოზიციაზე ვართ. განცხადებებიც, კომენტარებიც, შეხვედრებიც, დებატებიც და ყველაფერი დაწყებული ქონდა, იმიტომ რომ დღემდე ასე ვაგრძელებთ სიმართლე უნდა ვთქვათ საზოგადოებას. ევროკავშირის დეგრადაცია ეს არის რაღაც დროებითი და შემთხვევითი მოვლენა. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების და მომავალი განვითარების საკითხი ვერ იქნება დამოკიდებული უსაფუძვლო რწმენაზე და ჩვენ მოუწოდებთ ხელისუფლებას, რომ დაჯდეს დებატებში, მოუწოდებთ მათ შორის ტელეკომპანიებს, რომ პირველ რიგში სწორედ ეს თემა აიღონ და გამოიტანონ საჯარო დისკუსიაზე იმისათვის, რომ ჩვენ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ დავუმტკიცოთ, რომ დღევანდელი ეს საგარეო პრიორიტეტები არის საფრთხის შემცველი, უთხოვოთ მათ სასწრაფო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და რადიკალური ცვლილებების შეტანა. ზათვართ ვისაუბროთ და დებატი გქონდეს ნებისმიერ თემაზე. არიან ადამიანები შეიძლება რაც ხა თქვენ ახსენეთ ჯგუფები, რომელიც ამბობენ, რომ ევროინტეგრაცია რისკებს შეიცავს. ზათვართ ვისაუბროთ ამ თემაზე ნებისმიერ ჯგუფთან. ყოველთვის მნიშვნელოვანი არის ინტეგრაციის პროცესში არ დაზიანდეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენ ევროკავშირის წევრობა, იმიტომ არ გვინდა რომ უბრალოდ მოინიშნოს საქართველოს როგორც წევრი და ევროკავშირის წევრი საქართველოს დანგრეული იყოს. ხედავთ ჩვენ რა ხდება უკრაინაში, რა ხდება მოლდოვაში, ინსტიტუციების განადგურება, ქვეყნის განადგურებაზე სხვა არაფერს ვსაუბრობ. მოლდოვის პრეზიდენტი საუბრობს საერთოდ ქვეყნის გაუქმებაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს არ არის ჩვენი გზა ევროინტეგრაციის, ჩვენ სხვა გზით მივდივართ. ევროინტეგრაცია არის ჩვენი კონსტიტუციური ამოცანა 78 მუხლით, რომელსაც წინ უძღვივს 77 მუხლი. სადაც არის დამოუკიდებლობის საკითხი, სადაც არის ჩვენი ინსტიტუციების დამოუკიდებლობის საკითხი და ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ბრიუსელს მივცეს შესაძლებლობა ხელი აფათუროს ჩვენს კონსტიტუციურ ორგანოებში, ვაცნობიერებთ მთელ სირთულეს ამ გზის და მნიშვნელოვანია, რომ ეს გზა სწორად გავიაროთ. ვინმე თუ ხედავს რაღაც რისკებს და საფრთხეებს, ჩვენ მზად ვართ აუხსნათ, რომ არის რა თქმა უნდა რისკები და ამ რისკებს შეჭირდება მყარი სუვერენული პასუხები. პრობლემა არის არა ევროკავშირში და ევროპულ ინტეგრაციაში, თუ კი ვინმე ამ რისკებს ხედავს, პრობლემა არის ბრიუსელში, რომელიც დღეს აბსოლუტურად ამოვარდნილი არის ევროკავშირის ღირებულებისგან. თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილისა და მურთა ზოდელავას პროცესი გაიმართა. სხდომას ლევან ხაბეიშვილი დაესწრო, მურთა ზოდელავამ კი სასამართლოში მისვლაზე უარი განაცხადა. დაიკითხა რამდენიმე მოწვევა, მათ შორის სუსის ანტიკორუფციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელმაც ისაუბრა თუ რა ვითარებაში და რატომ მოხდა მათი დაკავება. მისი თქმით, მურთა ზოდელავამ სცადა გაქცევა და ლევან ხაბეიშვილის ტელეფონის დამალვა. გამოძიება ზოდელავას გამოძიებისთვის ხელის შეშლას ედავება, ლევან ხაბეიშვილს კი ბრალდება უკანონო ქმედების ჩასადენად მუხილისთვის, ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება. ვინც არ უნდა დაიკითხოს ამ საქმეში ყველა არის დაცვის მხარის მოწმე, რადგან 11 მოწმე არ ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილმა ჩაიდინა დანაშაული. ორი მოწმის დაკითხვა მოხდა სასამართლოს წინაშე. მათ მიაწოდეს სასამართლოს ის ინფორმაცია, თუ როგორ შეეშალათ ხელი მურთა ზოდელავას მიერ განხორციელებული ქმედებებით იმ მომენტში, როდესაც ხდებოდა დაკავება ლევან ხაბეიშვილის, გაგრძელდება ისევ არსებითი განხილვა, შემდეგ პროცესი ასევე ჩემს მიერ წარმოდგენილი იქნებიან და სხვა მოწმეები, რომლებიც გამოძიებისთვის ხელი შეშლის ფაქტს დაადასტურებენ და აღნიშნული შემდეგ იგეგმება უკვე იმ მტკიცებულებების გამოკვლევა, რომელიც უშუალოდ შეეხება ლევან ხაბეიშვილს და მის მიერ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის, მისი მოადგილის გიორგი ხაინდრავასა და ცოლისმის ვასილ მხეიძის პროცესი მიმდინარეობს. ბრალდების მხარის მოწმეებს კითხავენ, ბურჭულაძეს ბრალი წარდგენილი აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე. დანაშაული 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 31 უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და დიდი ოდენობით ნარკოტიკი დაკავებულია 39 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 2 დღის განმავლობაში საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა. ამოღებულია დიდი რაოდენობით იარაღი, ავტომატი, ხელყუმბარები, მჭიდები და ასეულობით ვაზნა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ სტატისტიკური მონაცემებით შეაჯამა ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით გასულ წელს რეგისტრირებული დანაშაულის 70% გაიხსნა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. სამართალდამცველების მიერ ბოლო 2 დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია 31 ერთეული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. სულ დაკავებულია 39 პირი. აღნიშნული ღონისძიებები სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში ჩაატარეს. პოლიციელებმა დაკავებულების პირადი საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოებისა და ავტომანქანების ჩხრეკისას მტკიცებად ამოიღეს დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარები, მჭიდები და ასეულობით ვაზნა. ასევე ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226, 260 და 273 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აქვე გსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ გასული წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა და 70% შეადგენს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ შემცირებულია სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა. გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაკავებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით ბათუმის ბულვარში მფარველობას უწევდა ცოლის მშობლების ბიზნესს. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე მანამდე სამართალდამცველებმა ქრთამისაღების ბრალდები დააკავეს დაცვის პოლიციის კიდევ ერთი თანამშრომელი, რომელმაც გარე ვაჭრობის მფარველობის სანაცვლოდ მოქალაქისგან ქრთამი აიღო. დღეს ბულგარეთის პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც ამცირებს ევროკავშირის საზღვრებს მიღმა საარჩევნო უბნების რაოდენობას. ცვლილებებს მხარი დაუჭირა სამთავრობო პარტიამ და ოპოზიციური პარტიების უმეტესობამ. მომხრე 121 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი კი 59. დეპუტატების თქმით, ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია, რომ უცხოეთში მცხოვრები ბულგარელები მოწყვეტილი არიან ბულგარეთს, მის შიდა პოლიტიკურ განვითარებას და არაფერი ესაქმებათ ბულგარეთთან. ტრამპი ევროპას ისევ აკრიტიკებს, ევროპა საკუთარ თავს ანადგურებს, ჯობია გონს მოიგონა, ცხადებს ამერიკის პრეზიდენტი. ტრამპი ამბობს, რომ კონტინენტი სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას და მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს. ეს განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა ვაშინგტონში ეროვნული ლოცვის საუზმეზე გააკეთეს. არის ტრადიციული ღონისძიება, რომელიც ყოველ წელს თებერვლის პირველ ხუთშაბათს იმართება. მათ დიდი პრობლემები აქვთ იმიგრაციასა და ენერგეტიკაში. ევროპა საკუთარ თავს ანადგურებს. ჯობს გონს მოეგონ. თუ ევროპის სხვადასხვა ქალაქში გაივლით, მას ვეღარ იცნობთ. ეს ძალიან სამწუხარო ამბავია. დონალდ ტრამპი ვიქტორ ურბანს მეგობარს უწოდებს და უნგრეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მხარდაჭერას უცხადებს. ურბანი ჭეშმარიტად ძლიერი და გავლენიანი ლიდერია, რომელსაც ფენომენალური შედეგების მიღწევის გამოცდილება აქვს. ის დაუღალავად იბრძვის ქვეყნისა და ხალხისთვის. მას ისევე უყვარს მისი ქვეყანა, როგორც მე ამერიკის შეერთებული შტატები. მას აქვს ჩემი სრული მხარდაჭერა უნგრეთის პრემიერ-მინისტრად ხელახლა ასარჩევად. ის არასდროს დააღალატებს უნგრეთის დიდებულ ხალხს. განცხადება ტრამპმა Truth Social-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელა. 17 მაისი ამერიკის პრეზიდენტმა საყოველთაო ლოცვის დღედ გამოაცხადა. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250 წლის თავის საზეიმო ღონისძიების ფარგლებში 17 მაისს ეროვნულ მოედანზე ლოცვის დღე გაიმართება, რომლის დროსაც სხვადასხვა სარწმუნოების წარმომადგენლები შეიკრიბებიან.
Washington Post-ის ჟურნალისტების პროტესტი, გამოცემის თანამშრომლები რესტრუქტურიზაციასა და 300-ზე მეტი დასაქმებულის გათავისუფლებას აპროტესტებენ. ამერიკელი მილიარდერის ჯებ ბეზოსის მფლობელობაში არსებულმა მედიამ შემცირება ფინანსური სირთულეებით ახსნა. რედაქციიდან გათავისუფლებულ რეპორტიერებს შორის აღმოჩნდნენ ახალი ამბები სპორტის და საერთაშორისო მიმართულების კორესპონდენტები. სამსახურიდან დაითხოვეს პულიცერის პრემიის ლაურეატებიც. ირანი და შეერთებული შტატები დღეს ომანში თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამართავენ. როიტერის ინფორმაციით, შტატებს სურს დიალოგი ბირთვული პროგრამის, ბალისტიკური რაკეტებისა და შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერის საკითხებს მოიცავდეს. ამ საკითხზე მხარებს შორის უთანხმოებაა, რადგან თეირანის სურვილია მხოლოდ ბირთვული საკითხები განეხილონ. ომანში უკვე ჩავიდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი. ამ ფონზე სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკის მოქალაქეები გააფრთხილა დაუყოვნებლივ დატოვონ ირანი. უყურებთ კურიერ 3 საათზე რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ვბრუნდებით. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საწარმოო პროცესი შეუჩერა თბილისში კვების 9 ობიექტს. გამოვლინდა არაერთი დარღვევა, მათ შორის ვადაგასული სურსათის გამოყენება, ეტიკეტირების წესის დარღვევა და უნებართო საქმიანობა. ბიზნეს ოპერატორები დაჯარიმდნენ, ინსპექტირება 20-მდე ობიექტში ჩატარდა. ინსპექტირების ჯგუფის მიერ ერთი დღის განმავლობაში შემოწდა 19 ობიექტი, მათგან 10 ობიექტში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, გამოვლინდა ასევე ვადაგასული სურსათი, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, შესაბამისად ბიზნეს ოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საქმიანობა. პიროსმანის ქუჩაზე ისტორიული შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მე-19 საუკუნის ბოლოს აგებულ პიროსმანის მუზეუმის შენობას კონსტრუქციული გამაგრება და ფასადების რესტავრაცია უტარდება. სამუშაოები დედაქალაქის მერმა დაათვალიერა. პროექტი, რომლისთვისაც 8 მილიონი ლარი დაიხარჯება, 2026 წლის ბოლოს დასრულდება. აქ არსებული შენობა ნაგებობა, რომელშიც 60-მდე ოჯახი ცხოვრობდა, იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში. სამუშაოების დასრულებას, რაც შეეხება მომავალი წლის დასაწყისში, მთლიანად ყველანაირად მოწესრიგებული, ყველანაირად განახლებული იქნება. აღნიშნული შენობა ნაგებობა საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ აქ ცხოვრობდა პიროსმანი. შესაბამისად მოეწყობა მისი სახლ-მუზეუმიც. აღნიშნული ქუჩა არის ზოგადად ავარიულ მდგომარეობაში, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა, მომდევნო სამუშაოები რაც იქნება მთლიან ქუჩაზე, უნდა გამოიცვალოს მიწისქვეშა კომუნიკაციები და შემდეგი ეტაპი იქნება ქუჩაზე განთავსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია განახლება. არსებული შენობა-ნაგებობა იყო სავალალო მდგომარეობაში, ავარიული, მოხდა გარკვეული ტიპის, დემონტაჟი მოხდა, ასევე მოხდა გამაგრებითი სამუშაოები. პროექტის სრული ბიუჯეტი არის 8 მილიონი ლარი. აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდა 60-მდე მოსახლე, რომელიც გაყვანილია ქირით, სანამ არ დასრულდება. მანამდე გაყვანილი იქნებიან ქირით და როდესაც დასრულდება ეს მისამართი, გადაეცემათ სრულიად გარემონტებული და კეთილმოწყობილი ბინები ამ 60 მოსახლეს. ისრაელის 60 ტურისტული კომპანია საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნო. ტურისტულ გამოფენაზე მონაწილეობის პარალელურად ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თელ-ავივში პრეზენტაცია გამართა. აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივ ტურისტულ პაკეტებზე. თელ-ავივში მართავთ ღონისძიებას, სადაც მოწვეული ყავს 60-ზე მეტი ადგილობრივი კომპანია. საქართველოს მხრიდან ღონისძიებას ესწრება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, იმერეთის DMO და ასევე ტურიზმის სფეროში მოღვაწე ქართული კომპანიები. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქართველოს ტურიზმის პოტენციალს და პირადი კავშირით დაამყარონ უკვე არსებულ კომპანიებთან. ეს არის ჩვენი პირველი ვიზიტი ისრაელში, კონკრეტულად ამ გამოფენაზე და ვფიქრობ, მართლა ძალიან ნაყოფიერად დაიწყო და ძალიან პერსპექტიულია და განსაკუთრებით დღევანდელი შეხვედრაც მინდა აღვნიშნო, იმიტომ რომ დაინტერესება მაშინვე ჩანს ჩვენ მოწვეული სტუმრებისგან და ვფიქრობ, რომ რეალურად იქნება ძალიან საქმიანი პარტნიორობა ჩვენს და აი ამ კონკრეტულად ამ კომპანიებს და არა მარტო ამ კომპანიებს შორის. დღეს სხვა სიახლეებს გაიცემთ ჩვენ ვებგვერდზე rustavi2.gi ან დაასკანერეთ QR კოდი და შემოგვიერთდით Facebook-ზე. კურიერი გემშვიდობებად 6-მდე.